ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული, გადამოწმებული და სანდო წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული ახალი ამბების ნახვა ქართულ ენაზე უკვე შესაძლებელია. iNews-G ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის პროექტია, რომელიც ქართულ დეველოპერებთან კოლაბორაციით შეიქმნა. ამ პლატფორმაზე თქვენ ნახავთ ხელოვნური ინტელექტის მიერ მსოფლიოს ყველაზე სანდო და პოპულარულ მედიებზე დაყრდნობით მომზადებულ ქართულ ენაზე ხელმისაწვდომ მედია პროდუქტს. GRC არის ათეულობით წლების გამოცდილების ორგანიზაცია, რომელმაც 2024 წელს პირველმა უმასპინძლა საერთაშორისო მედია სკოლას iNewsroom-ში. GRC ამასთან არის შემქმნელი და მფლობელი რეგიონული მედიის აუდიტორიის iMთვლელის. ქართული ჟურნალისტიკის დღეს გადავწყვიტეთ, საჯარო გაგვეხადა ის პირველი მედია პლატფორმა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს სრულად მედია მასალების, კარგი ჟურნალისტური მედია მასალების ხელმისაწვდომობისთვის. ეს არის iNews-G, რომელიც ჩვენ ერთად მომამზადეთ. ეს პლატფორმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ყველაზე სანდო მედიებიდან, რაც კი არის მსოფლიოში, ყველაზე საინტერესო ამბებს ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს კულტურა, მეცნიერება, პოლიტიკა, ეკონომიკა, ბიზნესი, ყველა სპორტისაც ძალიან აქტიურად წერს, ყველა ამ თემაზე. მოიპოვებს ინფორმაციას, რაც უკვე დამუშავებული აქვს ძალიან სანდო მედია საშუალებებს, იცის, ცნობს ამ მედიებს, არ უკარგავს მათ შრომას, მიუთითებს მათ ავტორობას, ძალიან კარგ სტრუქტურირებას უკეთებს ქართულად, ასევე პოულობს ფოტოებს, რომელიც დაკავშირებულია ამ ამბებთან, ასევე ამ ფოტოების ავტორებსაც გაცნობთ და ისე აქვეყნებს თავად თვითონ ამ ვებგვერდზე და მასთან დაკავშირებულ სოციალურ მედია ანგარიშებზე ჯერჯერობით არ არის დამატებული საქართველოში შიგნით მიმდინარე ამბების ანალიზი, უბრალოდ საქართველოზე რამეს თუ წერს, ვინმე მსოფლიოში, ამას გვიჩვენებს ჯერჯერობით, სწორედ იმიტომ, რომ ქართულ მედიასთან მიმართებით კარგად უნდა ვასწავლოთ შერჩევა შინაარსების და შემდეგ იქნება ესეც დამატებული, თუმცა ამ ეტაპზე მართლაც მსოფლიოში არც ერთი საინტერესო ამბავი არ გამოგრჩებათ, თუ კი მიაკითხავთ iNews-G-ს.